მოგესალმებით, მე ქრისტინე ვარ. დღევანდელ ჩვენ სიუჟეტში კი ვისაუბრებთ ბოლნისზე, როგორც მომავალ ენერგოეფექტურ ქალაქზე. დღეს, როცა ქალაქები სულ უფრო იზრდება და რესურსები პირიქით იწურება, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, როგორ შეიძლება ქალაქმა იარსებოს ისე, რომ ენერგია არ ფლანგოს და გარემოს არ ავნოს. ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. ეს არის ენერგოეფექტური ქალაქი. ენერგოეფექტური ქალაქი არ არის მხოლოდ დიდი მეგაპოლისების პრივილეგია. ეს იდეა თანაბრად მნიშვნელოვანია პატარა ქალაქებისთვისაც, მათ შორის ბოლნისისთვის. ენერგოეფექტურობა ნიშნავს იმაზე ნაკლები ენერგიის მოხმარებას, ვიდრე აქამდე გვჭირდებოდა ცხოვრების ხარისხის გაუარესების გარეშე. ენერგოეფექტურ ქალაქში ადამიანები მაინც თბილად ცხოვრობენ ზამთარში, გრილად ზაფხულში, მაგრამ ამას ქალაქი უფრო გონივრული გზით ახერხებს. ეს ნიშნავს ნაკლებ გადასახადებს ოჯახებისთვის, სუფთა ჰაერს, ნაკლებ ხმაურს და უფრო ჯანმრთელ გარემოს. ბოლნისში, ისევე როგორც ბევრ რეგიონულ ქალაქში, საცხოვრებელი კორპუსებისა და საჯარო შენობების დიდი ნაწილი ძველი სტანდარტებით არის აშენებული. ეს ნიშნავს, რომ ზამთარში გათბობა დიდ ენერგიას მოითხოვს, ზაფხულში კი გაგრილება. თუმცა ბოლო წლებში უკვე ჩანს პირველი ნაბიჯები, საჯარო შენობების ნაწილში იცვლება ფანჯრები, მიმდინარეობს თბოიზოლაციის სამუშაოები, სკოლებსა და ბაღებში ნელ-ნელა ინერგება ენერგოეფექტური მიდგომები. ეს პროცესი შეიძლება გახდეს საფუძველი იმისთვის, რომ ბოლნისი მომავალი ენერგოეფექტური პატარა ქალაქის მაგალითად ჩამოყალიბდეს. ბოლნის აქვს ერთი დიდი უპირატესობა – მზიანი დღეების რაოდენობა. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობას მზის ენერგიის გამოყენებისთვის. მზის პანელები სკოლებზე, მუნიციპალურ შენობებზე, სპორტულ თუ კულტურულ ობიექტებზე. შეიძლება გახდეს გზა, რომ ქალაქმა ნაწილობრივ მაინც თავად აწარმოოს ელექტროენერგია და შეამძიროს ხარჯები. ბოლნისი არ არის გადატვირთული მეგაპოლისი, რაც მას ენერგოეფექტურობისკენ სწრაფვაში დიდ უპირატესობას აძლევს. აქ ბევრი მანძილი ფეხითაც მარტივად შეგვიძლია რომ გავიაროთ. შესაძლებელია ველობილიკების განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, შედარებით მცირე დანახარჯით. ენერგოეფექტური ქალაქი იწყება მაშინ, როცა ადამიანი მანქანას ყოველ ნაბიჯზე აღარ იყენებს. ქუჩების განათება ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი მიმართულებაა ქალაქისთვის. ლედ განათებაზე ეტაპობრივი გადასვლა ბოლნისისთვის ნიშნავს ნაკლებ ელექტროენერგიას, უფრო უსაფრთხო ქუჩებს და დაბალ ტექნიკურ ხარჯებს. ეს არის ინვესტიცია, რომელიც მოკლე დროში ამართლებს. ენერგოეფექტურობა მხოლოდ ტექნოლოგია არ არის. ეს ქცევაცაა. ბოლნისში ნარჩენების დახარისხება ჯერ კიდევ გამოწვევა არის. წყლის დაზოგვაზე ცნობიერება დაბალია. თუმცა ინფორმირების, მედიის და ადგილობრივი ინიციატივების დახმარებით ქალაქს შეუძლია შეცვალოს ყოველდღიური პრაქტიკა, რაც პირდაპირ აისახება ენერგიისა და რესურსების მოხმარებაზე. ენერგოეფექტური მიდგომები ბოლნისისთვის ნიშნავს ნაკლებ ხარჯს ადგილობრივი ბიუჯეტისთვის, უკეთეს საცხოვრებელ პირობებს მოსახლეობისთვის, უფრო სუფთა გარემოს და ქალაქის განვითარების ახალ ხედვას. ეს არ არის მხოლოდ დიდი ქალაქების ამბავი, ეს არის რეგიონების გადარჩენისა და გაძლიერების გზა. ენერგოეფექტური ქალაქი არ შენდება ერთ დღეში. ის იწყება გადაწყვეტილებებით, დავაფასოთ აუცილებლად ის ენერგია და ის რესურსი და გარემო, რასაც ჩვენი რეგიონი გვაძლევს. ბოლნის ნამდვილად აქვს შანსი გახდეს ქალაქი, სადაც განვითარება არ ეწინააღმდეგება ბუნებას და სადაც მომავალი თაობები ცხოვრობენ უკეთეს პირობებში, ვიდრე დღეს. 2023 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ქალაქ ბოლნისში ენერგოეფექტური გაჩერება და სკამები გაკეთდა. ენერგოეფექტურ სკამებსა და გაჩერებებზე მოქალაქეებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ. სკამებზე ასევე ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელია განთავსებული. სკამებსა და გაჩერებებზე ლოკაციების მიხედვით ნებისმიერ მსურველს QR კოდების მეშვეობით მუნიციპალიტეტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე ასევე განთავსებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის რუკა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით ბოლნისის ისტორიულ უბნებში ენერგოეფექტური განათება, ხოლო მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩებზე მუხის მარადმწვანე ნერგები დაირგო. ბოლნისში ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს ბიზნესშიც აქტუალურად გამოიყენებენ. როგორც ცნობილია, ბოლნისი მეღვინეობა მევენახეობის სახელით არის ცნობილი. დღეს ჩვენ სწორედ ამისთვის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ვესტუმრეთ. ჩვენი მასპინძელი დღეს ბატონი გურამ ალქოფაშვილი იქნება. ბატონი გურამი უფრო დეტალურად აღგვიწერს, როგორ გამოიყენებენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, რომ მათი პროდუქტი უფრო ნატურალური იყოს. მოგესალმებით.
მე გახლავართ გურამ მაკოფაშვილი, ბოლნისში დაბადებული გაზრდილი. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მეღვინე, რომელსაც ძალიან უნდა, რომ სოფლიოს ესეთი ამბიცია მაქვს. ესეთი ამბიცია მაქვს, რომ ჩვენი პროდუქტი ღირსია, რომ სოფლიო მიცნობდეს. ბოლნისელების წინაპრები პირდაპირ შეიძლება ითქვას არიან შვაბი გერმანელებიც, ვიურტემბერგი გერმანელებიც, იმიტომ რომ ესეთი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. ეხლა სადაც ვიმყოფებით, სახლში, რომელიც ეკუთვნოდა ემანუელ ვალკერს, რომლებმაც ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა შექმნეს, სახლები ააშენეს ისეთი სტრუქტურის, რომელიც პირდაპირ ღვინის წარმოებას ემსახურებოდა. ისე არის განლაგებული სახლი, ისეთი ტემპერატურა დაცული, ისეთი ვენტილაცია გაკეთებული, რომ ყველაფერი ემსახურება ღვინის ნორმალურად გაკეთებას, შენახვას, დამუშავებას და გაყიდვას. როგორც იცით, ბოლნისი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ენერგოეფექტური თემები უფრო განვითარებულია და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს როგორც საზოგადოება, ასევე ხელისუფლებაც. ღვინის სახსაც შეეხება, ღვინის სახსაც ზუსტად ესეთივე ახალი ტექნოლოგიების სამყოლი ტიპები აღმოჩნდით და გვინდა რომ დავაყენოთ ცის პანელი, გვერდზე კიდე სივრცე შემოგვემატა და იმ ახალ სივრცეში, სადაც იქნება ნაჩვენები ბოლნისური ტექნოლოგია, რომელიც არის ერთ-ერთი განსაკუთრებული და ჩვენ უკვე 200 წელია ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტექნოლოგიით სარგებლობთ ღვინის დაყენების დროს. იქნება იქ ეს ნაჩვენები შემდეგ სივრცეში და ზუსტად იქ იქნება გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგია მზის ენერგიის გამოყენების და ეს იქნება უნიკალური და მართლაც საჩვენებელი ადგილი, სადაც ესე ეფექტურად ვნახავთ მზის ენერგიის გამოყენებას. ეს არის სიახლე ბოლნისში და არა მარტო ბოლნისში, სადაც კი მევენახეები და ეხლა უფრო ხშირი გახდა, როცა მევენახეები მოიხმარენ ოზონირებულ წყალს ვენახების შესაწამლად. ეხლა ეს აშვება ეს კონსტრუქცია იძლევა მზის ენერგიის შედეგად ელექტროენერგიას. ელექტროენერგია გამოყენებულია ოზონატორისთვის. ოზონატორი, ეს ოზონატორი, აწერია კიდევაც აგერ. ეს ოზონატორი გამოიმუშავებს ოზონს, ჩვენ ამ ოზონით ვაოზონირებთ წყალს, რომლითაც მერე ვწამლავთ ვენახებს. ეს არის ძალიან ეფექტური, უკვე მე-6 წელი ამას ვიყენებ ჩვენ ძმების მარანი ლატევანში ამ ტექნოლოგიას და კმაყოფილი ვართ. ეს არის მცირე მევენახეობისთვის მისწრება, იმიტომ რომ არ იქნას გამოყენებული შხამქიმიკატები. დიდი მეურნეობებისთვის ეს ცოტა რთულია, ამიტომაც ისინი ამას არ ანიჭებენ უპირატესობას, ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ ღვინოებს და გვჭირდება ესე ვენახების ესე მოვლა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ჩვენი პროდუქტი გვინდა რომ იყოს ნატურალური, რომ იყოს უფრო გემრიელი, უფრო ვასიამოვნოთ ჩვენი ღვინის მოყვარულები და რა თქმა უნდა, ამაში მაღალი ფასი ავიღოთ. ეს არის ამოცანა ჩვენი. ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია. ეს სწორედ ის გლობალური საკითხებია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ბოლნისში, მომავალ ენერგოეფექტურ ქალაქში უკვე დაწყებულია განახლებადი ენერგიითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით ცხოვრება. განახლებადი ენერგია იმ ბუნებრივი რესურსებისგან იწარმოება, რომელიც მუდმივად ამოუწურავია. მზე, მიწა, ქარი, ბიომასა და ასე შემდეგ. განახლებადი ენერგია მრავალდადებით და ძალიან ბევრ სასარგებლო შესაძლებლობას იძლევა, როგორებიც არის შემცირებული ღირებულება და მომგებიანობა, ასევე პროდუქტის ხარისხიანობა. მე დღეისთვის გემშვიდობებით გისურვებთ ენერგოეფექტურ ქალაქში ცხოვრებას.